ჩვილი სტილის პირობები და უსაფრთხოება. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ახალშობილი სტილი უნდა იყოს ზურგზე. თუ თქვენი ბავშვი გვერდზე ან მუცელზე იძინებს, ეს მხოლოდ დღისით და თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური პოზიციონერები, ბალიშები, რათა ბავშვი თავის სიმძიმით მუცელზე არ გადაბრუნდეს. მუცელზე ბავშვი შეიძლება უყურადღებოდ იძინოს მხოლოდ მაშინ, როცა თავად შეძლებს მუცელზე გადაბრუნებას და უკან დაბრუნებას სხვისი დახმარების გარეშე. თუ ბავშვი ვერ იძინებს, ზურგზე ჭირვეულობს და მხოლოდ მუცელზე მშვიდდება, ირჩევთ, აჩვენოთ იგი ოსტეოპატს, რათა გამოერიცხოს ტონუსი ან დაჭიმულობა, რის გამოც ბავშვს ზურგზე ძილი არაკომფორტული აქვს. დაწვინეთ ბავშვის ზურგზე, ბავშვის თავი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს გადაუტრიალეთ, ასევე როცა ბავშვს ატარებთ, ხელები ხშირად გამოიცვალეთ, რომ არ ჩამოუყალიბდეს თავის ჩვეული გადახრა. საბავშვო საწოლში არ უნდა იყოს ზედმეტი ნივთები, მხოლოდ მატრასის გადასაფარებელი, დაჭიმული ზეწარი და მეტი არაფერი. ლედის ან საბნის ნაცვლად უმჯობესია გამოიყენოთ საძილე ტომარა. თუ პლედს იყენებთ, ძილისთვის ნაზად შეახვიეთ მასში ბავშვი ისე, რომ ხელების უნებლი მოძრაობით ბავშვმა თავი არ დაიფაროს. ბავშვს ბალიში ასჭირდება 2 წლამდე, ხოლო საბანი 1 წლამდე უსაფრთხოების მიზნით მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული. საწოლზე ბორტების გამოყენება არ არის საჭირო. ისინი ხელს უშლიან ჰაერის თავისუფალ ცირკულაციას საწოლში, ასევე დამატებითი მტვრის შემგროვებელია. რაც შეეხება თვითონ საწოლს. თუ თქვენ იყენებთ თაგვანს, 5-6 თვიდან ბავშვი უნდა გადაიყვანოთ საბავშვო საწოლში. აკუნის უფრო დიდხანს გამოყენება უსაფრთხო არ არის. არსებობს ტრანსფორმერი საწოლები, რომლებიც ბავშვის ზრდასთან ერთად იზრდება. ვფიქრობ, ასეთი საწოლი საკმაოდ მომგებიანი შეძენაა.